საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრად გენო გელაძის კანდიდატურას ქვეყნის პარლამენტმა მხარი მეორედაც არ დაუჭირა. გელაძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ვერ განმარტა მიზეზები თუ რის გამო ამბობს უარს დეპუტატთა უმრავლესობა მის ბორდის წევრად არჩევაზე, რითაც პარლამენტმა ერთგვარი ტესტი ჩააბარა თავისუფლებასა და დემოკრატიაში. როგორი აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შეფასებების საკითხთან დაკავშირებით, რას აპირებს მომავალში აჭარის საკანონმდებლო ორგანო, როგორია ხელახლა კანდიდატის წარდგენის პროცედურები. დღის მთავარ გამოშვებაში ნახავთ. ეს იყო ტესტი, რომელიც ვერ გავიარეთ სწორად. ქვეყანა ვერ გაიარა ჩემისათვის სწორად. რამე თუ ნახეთ ალბათ, რომ ეს ტესტი სამართლიანობისა, თავისუფლებისა საქართველოს პარლამენტში ვერ შედგა. შეუძლებელია ამდენ ადამიანს თავისუფალი ნების პირობებში ქონოდა ერთგვაროვანი დამოკიდებულება. ამაში არანაირი ლოგიკა არ არსებობს. მით უფრო რომ არავის არ აქვს არგუმენტი თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თუმე დაასახელებს რაიმე ერთ მიზეზს, კი ბატონო, ოდიშ მოვიხდი და ჩავთვლი რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.